მოგესალმებით, მივესალმები რადიო კახეთის ხმის და Facebook გვერდის მსმენელებს. მე ჟურნალისტი ნატალია ცისკარაშვილი ვარ. გადაცემა კვირაში ორჯერ გადის ეთერში და ჩვენ საუბრობთ კახეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. დღევანდელ პოდკასტში მოგიყვებით თუ როგორ გახდა ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დუისის საჯარო სკოლის მოსწავლე მუსლიმ ბორჩაშვილი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი საქართველოში. მუსლიმი გახლავთ სხვადასხვა კონკურსისა და პროექტის გამარჯვებულიც, რომელიც ასევე თავად მოგიყვება დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმარი, სწორედ მუსლიმ ბორჩაშვილი გახლავთ. მოგესალმებით მუსლიმ, გესმით ჩემი ხმა? მოგესალმებით საყურებელსაც, ძალიან კარგი და მადლობა დღევანდელი ინტერვიუს და პოდკასტს. ძალიან დიდი მადლობა რომ გვერდთვებით გადაცემაში. დავიწყოთ ჩვენი გადაცემა პირველ რიგში გილოცავთ და ესე იგი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ დასახელდით ახალგაზრდა ევროპელ ელჩად. მოდით მოგვიყევით ეს პროცესი როგორი იყო, ელოდით, არ ელოდით, რაღაც როგორი გრძნობა ეს ასეთი ტიპის გამარჯვება, ასეთი ტიტული და როგორ რა შრომა ჩადეთ ამაში, აი რა შრომა დაგჭირდათ იმისთვის, რომ ამისთვის მიგეღწიათ თქვენ. კიდევ ერთხელ მივესალმებით მაყურებელს, ალბათ მე ფიქრობდი ინტერვიუს დაწყებამდე, რომ ესეთი კითხვა მოვიდოდა და წამოვიდოდა თქვენგან. ალბათ ჩემთვის აი ნახევრად მოსალოდნელიც და ნახევრად მოვლენელიც და რატომ ნახევრად მოსალოდნელი გეტყვით იმას, რომ ალბათ იმ შრომის გამო, რაც 2013 წელს დავიწყე, იმის გამო, რასაც ქვია მოხალისეობა საქმიანობა, სამოქალაქო აქტივიზმში აქტიური ჩართულობა და სხვადასხვა ინიციატივებისა და პროექტებზე მუშაობა ჩვენი ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის და მათ გასააქტიურებლად. ალბათ ეს არის ძირითადად ესეთ პროექტებში და ინიციატივებში ითხოვენ ხოლმე ესეთ პროგრამებსა თუ პლატფორმებში და ახალგაზრდა ევროპელი ელჩის ინიციატივა მანდატით რაც არის ევროკავშირისა და კონკრეტულად ევროკომისიის მხარდაჭერილი პროგრამა, ეს არის ინიციატივა, რომელიც ითხოვს მოხალისეებისგან აქტიურ ჩართულობას და იმ ახალგაზრდებს აძლევენ შესაძლებლობას გახდნენ ახალგაზრდა ევროპელი ელჩები დაახლოებით 6-7 სახელმწიფოდან, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და კანდიდატის სტატუსის ქვეყნებიდან, რომლებიც მოტივირებულები არიან გააკეთონ უფრო და უფრო მეტი თავიანთი ქვეყნისა და მათი ახალგაზრდობის განვითარების მიზნით. და ასევე იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ევროპულ ღირებულებებზე იზრდებიან. ამ შემთხვევაში, როგორც ახალგაზრდა მოხალისეების ახალგაზრდა აქტივისტისთვის, რომელიც ყოველდღიურად იბრძვის ახალგაზრდების გააქტიურებისთვის და საკუთარი თემის ქვეყნის პოპულარიზებისთვის, როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო ასპარეზზე, დონეზე, ცდილობ ყველანაირად, რომ ევროპული ღირებულებების მხარდაჭერით და მათი დაფასებით ვიმუშაოთ. და სწორედ ესეთი ახალგაზრდობა სჭირდება თქვა, რომელიც ფიქრობს თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. და მეც რასაც ვაკეთებ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისა და ევროპული ღირებულებების მხარდაჭერით ვაკეთებ. ზუსტად ეს არის ამ ინიციატივის მიზანი და მე ვიფიქრე, რომ ალბათ მაინც უნდა მივიღო მონაწილეობა ამ პროგრამაში და გავხდე ახალგაზრდა ევროპელი ელჩი, იმიტომ რომ მე მაქვს ის ევროპული ღირებულებები, რაც ჩვენს ქვეყანაში სჭირდება და რა თქმა უნდა ვაფასებ ამ ღირებულებებს. და მოულოდნელი იყო იმითაც, რომ საქართველოში დღესდღეობით ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის, მიგარო რომ ამიტომ ვარ არიან ჩემზე უკეთესები, არიან უფრო ძლიერებიც და საკმაოდ დიდი კონკურენციის მქონე ასეთ პროგრამა არის ევროპელი ელჩების ინიციატივა. ამიტომაც იყო ჩემთვის მოულოდნელი საქმე. და საბოლოოდ მივიღე ისეთი პასუხი ჩემთვის და ჩემი სკოლისთვის, ჩემი ხეობისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის სასწავლო აღმოჩნდა, რომელიც ყოველდღურად ხარს იჭერენ და ჩემს ჯერდის განა. დიახ. ცოტა ვცლათ რომ მოგვიყვეთ რა თუ უკვე რა თქმა უნდა იცით ამის შესახებ, რა ახალი შესაძლებლობები გაჩნდა ან გაჩნდება ამ მიღწევით, რა ტიპის საერთაშორისო თანამშრომლობის შანსები შეიძლება შედგეს ახალგაზრდებს შორის, აი ძალიან საინტერესო იქნება ამ საკითხებზე თუ გავამახვილებთ ყურადღებას, თუ უკვე რა თქმა უნდა ცნობილი არის. საინტერესო შეკითხვა შორის და ვეთქვით იმას, რომ ეს არის საერთაშორისო პლატფორმა, როგორც ამუშავებს აერთიანებს სხვადასხვა სახელმწიფოებს. აქ სამხრეთ კავკასიიდან აზერბაიჯანის სამხრეთი ქვეყანა საქართველო, ასევე უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსია, რა თქმა უნდა არის მონტენეგრო, ბრიტანეთის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც, რომლებიც აერთიანებენ ამ პლატფორმას, ქვეყნებიდან სხვადასხვა ახალგაზრდა ევროპელი ელჩები, სხვადასხვა ქვეყნებიდან, სხვადასხვა რეგიონებიდან, სხვადასხვა თემებს წარმოადგენს და რა თქმა უნდა საერთაშორისო გამოცდილებაც დიდია. ამ შემთხვევაში მე როგორც ახალგაზრდა ევროპელი ელჩი უკვე დღევანდელი მანდატით მექნება შესაძლებლობა გაქვს ძალიან საინტერესო ადამიანები თორემ რაღაც მაგრამ სამწუხაროდ შეუძლებს ხო
მუსლიმ გესმით ჩემი ხმა თქვენ? დიახ. დიახ, აი ცოტა რაღაც გარკვეულ მონაკვეთში გაწყდა, მაგრამ ისმის გავაგრძელოთ, დიახ. დიახ, როგორც აღნიშნე, ეს არის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც დაერთიანებს სხვადასხვა ქვეყნებს ამ ქვეყნების სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებს, ახალგაზრდებს და ახალგაზრდებს 27 წლამდე როგორც იცოდა, მათ შესაძლებლობა გაუწიოს სხვადასხვა საინტერესო ადამიანები, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ამ ინსტიტუციებში მომუშავე თანამშრომლები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ორგანიზაციები, სახელმწიფო წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, რაც მთავარია, ის ახალგაზრდები, რომლებსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს სხვადასხვა თემების მიმართ. ეს თემები იქნება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, სამოქალაქო აქტივიზმი, მოხალისეობა, რასაც და როდრიგესთანაც მე ძალიან ახლოს ვარ დღესდღეობით. და რა თქმა უნდა, თუ აქტიური ახალგაზრდა ევროპელი elchi იქნები და უფრო გავაკეთებ ჩემი თემის და ქვეყნისთვის, ამ შემთხვევაში მე მომიცემ ახალგაზრდებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, ვიმოგზაუროთ სხვადასხვა ევროპის სახელმწიფოებში, მქონდეს აქტიური შეხება და ურთიერთობები ევროპულ ინსტიტუციებთან და მქონდეს ფორმალური ისე არაფორმალური შეხვედრები ამ ადამიანებთან და მეტი გამოცდილება მიიღო, რაც შემდეგჯერად ჩემი ქვეყნის საკითხად და საკითხად გამოვიყენა. აქაც უკვე საერთაშორისო გამოცდილება რა თქმა უნდა ძალიან დიდი იქნება, როგორც საერთაშორისო პლატფორმაში ჩართული ახალგაზრდა ევროპელი elchi-ს. დიახ, ასევე ერთი სიგელის და დაჯილდოების კიდევ ერთ სხვაზე დაჯილდოების სხვა მაგალითს გვინდა გვინდა რომ ვაიმე ლაშა აქ უნდა ჩაჭრა. მიდი. ასევე სხვა დაჯილდოებაზე მინდა რომ ვისაუბროთ, მოგვიყევით იმ სიგელის შესახებ, რომელიც ამერიკის elchi-ს მოვალეობის შემსრულებელმა გადმოგცა სულ რამდენიმე დღის წინ. აი ამ პროგრამის შესახებაც რომ მოგვიყვეთ ცოტა ვცლად, რა პროგრამა არის და როგორც ვიცი, ამერიკის elchi პანკისის ხეობაში გსტუმრობდათ. ესეც რომ მოგვიყვეთ. დიახ, ესეც საინტერესო შეკითხვაა და საკმაოდ რაღაც სასიამოვნო შეკითხვა, როდესაც ადამიანები აღასრულებენ შენს წარმატებას და აინტერესებთ ხოლმე რა საქმიანობ და ასე შემდეგ. ეს საზაფხულო წლების განმავლობაში არის ამერიკის საერთაშორისო პროგრამა, უშუალოდ ეს ამერიკის საერთაშორისო უჩერს ამ პროგრამას ხარდაჭერას და სხვადასხვა რეგიონებში პროგრამის მომავლებია. ახალგაზრდებსა და ახალგაზრდების სამის ტერიტორიაზე ამერიკის საერთაშორისო არიან ამერიკული სინცესტი, ანუ პატარა ორგანიზაცია რომელიც ამერიკის საერთაშორისო საქმიანობაში არიან, მათ ხარდაჭერით ჩაობენ და ამ შემთხვევაში პანკისში გვაქვს პანკისის ამერიკული თარო, ამერიკული სინცესტი და რა თქმა უნდა თელავის ამერიკული კუთხე. ამას ხონდა ეს გამოწვევა საზაფხულო ჩელენჯი ეს კითხვაში და შეიძლება მოდელებული და რომელსაც უკვე სიგნალის კითხვა არის განათლებული და სულ სპეციფიკური აზროვნება ეს იქონდეს ამ ეს უნარები შენ გასაცდელობა. ითქვა ამერიკული სისტემები ან ონლაინ საიტით სკოლის ბიბლიოთეკიდან ითხოვა და შენ ციგნი წაიკითხო. ანუ როგორც პროგრამის მიზანი, რომელიც ამერიკის საერთაშორისო ფარს, რომ ახალგაზრდებში მოხდეს ციგნის ერთგვარი პროპაგანდა. ეგრეც გავაცნობა. მე საკმაოდ უნდა ძალიან დიდი დრო მქონდა ციგნების დასაწყისად, იმით რომ ნაკლები პროექტი იყო, ნაკლები დაფინანსების გამო, ნაკლები ბალანსები იყო და რა თქმა უნდა, მეც დავთმე სხვადასხვა ციგნების სხვადასხვა საკითხებზე, სადაც საფული ციგნების რაოდენობა, გვერდების რაოდენობა უბრალოდ იყო 3000. რამაც უკვე რა თქმა უნდა ოქტომბერს გადაასწრო. რა თქმა უნდა, ასევე ინგლისურადაც 1000-მდე გვერდის სხვადასხვა ციგნებიდან და საბოლოო ჯამში მოხდა ის, რომ მე არამერც არა უფრო არამედ პლატინის ზონემდე ავედი და ამ შემთხვევაში მე მომიწია ამერიკის საერთაშორისო ამერიკის სივრცეების ამ სერტიფიკატის გამოცემა ამერიკის შეერთებული შტატების elchi-ს მოვალეობის შემსრულებლის ბატალონ პერსის ხელმოწერით. და ამ სერტიფიკატით გადასწორდა, რომ მე ამ პროგრამაში აქტიურად მივიდი მონაწილეობა, როგორც ახალგაზრდა პანკისთან და რა თქმა უნდა, საერთაშორისო უკვე ეს ოფიციალური წერილი ეს ჯილდო მივიღე. დიახ. წინასწარ ამ პროგრამაში მონაწილეობა, წინასწარ ოქროს დონე და მაგისტრის და ეს დონე, რომელიც ყველაზე მაღალია პლატინის დონე. ამ შემთხვევაში სხვა ახალგაზრდების აპრობაში შესაძლებლობა ჩვენ საერთაშორისო დაიწყებოდა და გამოხატეს
ანკეტში როგორც ამერიკული სივრცის მოხალისის და საინფორმაციო შეხვედრები ამ პროგრამასთან დაკავშირებით, სოფსაც ყოველ ჩართული გამოიყენება და შესაძლებლობა ვერაფერს ხონდა ამ პროგრამაში ჩართულობის შანსი და იმედი მაქვს მომავალწელს უფრო აქტიურად ჩაერთებიან სხვა ახალგაზრდებიც და მიიღებენ რაღაც მაგალითს. რომ მათი ეს განათლება, მათი ეს ცოდნა და შემოყალიბება შესაძლოა დაფასება აუცილებლად ყოველთვის. დიახ, ერთი წინადადებით მინდა შეგეკითხოთ ასევე. იგივე თქვენს თანატოლებს რას ურჩევდით, ფაქტობრივად უკვე შეეხეთ თქვენ ამ თემას და იმინდა რომ ცოტა განვავრცოთ სულ რამდენიმე წინადადებით. რას ურჩევდით თქვენს თანატოლებს, იგივე აი ამ ორი პრიზიდან გამომდინარე, ხომ? აი რამდენი შრომა გჭირდებათ, ხო? აი ამ ყველაფრის მისაღწევად. რა არის მუსლიმის წარმატების ფორმულა? აი ამაზეც რომ ვისაუბროთ. აი მანამდე ერთ რაღაცას დავამატო, უფრო გამოდენის ამერიკის მოვალეობის შემოსვლის ვიზიტზე ბანკში. ძალიან მნიშვნელოვანი დიპლომატების დიპლომატიური კორპუსის აქტიური ჩართულობა რეგიონებში ვიზიტის მხრივ, ბოლო დროს ბანკის საინტერესოებულები არიან ჩვენი უცხოელი პარტნიორები, რასაც თვითონ მოწყობ ხოლმე ხდარის რომ ჩამოვიყვანო ეს ელჩები ბანკში, გავაცნო ხელობის კულტურული მნიშვნელობა, ასევე ეხლაობის განვითარება ქვეყნის განვითარებისთვის და ასე შემდეგ და თქონდა ახალგაზრდებისა და ჩვენი ამ სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევებზე და მეტი მხარდაჭერა მოვიტყოთ, რომ დავაწყოთ ჩვენი საქმიანობა აქტიურად. რაც შეეხება ახალგაზრდებს, ალბათ იმას, რომ არის ჩვენს სამოქალაქო გამოწვევა, ჩვენ ახალგაზრდები, რა თქმა უნდა, სამომავლოდაც ბევრი გამოწვევა იქნება, მოემზადეთ ამ გამოწვევებისთვის, არ დანებდეთ, იბრძოლეთ და ვითანამშრომლეთ ყველა ადამიანთან, ვის გამოწვევას მიიღეთ. დააგროვეთ კონტაქტი და დამიჯერეთ აი თერზეც ახალგაზრდებს და ბევრზე წარმატებულები იქნებით ჩვენს და თქვენს და მოკლედ აი ბრძოლა და რა თითქმის აი ყველა მხრიდან. იყავით ასე და აი ეს გამოკეთებული და მოძებნეთ ყველაფერს ეს. თუ არ გაქვთ შესაძლებლობა მოიყვანოთ ეს შესაძლებლობები. და ერთმა ადამიანმა, ჩემთვის ერთმა საყვარელმა ადამიანმა, რომელიც რამდენიმე ubedური შემთხვევით ტრაგიკულად გარდაიცვალა, სტეის ხელმძღვანელი იყო ქალბატონი ნანა ჯანაშია, რომელიც თქვა, რომ წარმატების ფორმულა ელექსირი არ არის, მაგრამ არის ფორმულა, შრომა და ცოდნა და დავუყალავთ ასნიშნავი ვიზანი მოგულობა. დიახ. არქიტექტურის შესაძლებლობები, მაშინ ნუ შეცვალეს, რომ შეცვალე გეგმები და დარწმუნებული ვარ ნებისმიერი ადამიანი ასე გაქცევას. დიახ. და ჩვენი გადაცემის უკვე დასასრულს სულ 2-3 წინადადებით რომ შევაჯამოთ, აი ძალიან ახლო მომავლის გეგმებზე რომ გვესაუბროთ და ამითი ფაქტობრივად ამოვწურავთ უკვე ჩვენს დღევანდელ გადაცემას. რა თქმა უნდა, უმაღლესი განათლება უპირველეს სკოლისა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ბაკალავრიატის თვალით მაგისტრატურა და საბოლოო ჯამში დოქტორატურაზე წმინდა აუცილებლად ბოლომდე გავუყვე ამ გზას და საბოლოო ჯამში ალბათ ქვეყანას ამ შემთხვევაში დიპლომატიურ უწყებაში და დავხდეთ ჩვენი ქვეყნის გამორჩეული დიპლომატი და ეს ქვეყანა წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე და ვიყო ხიდი საზოგადოებასა და ქვეყანას შორის განსაკუთრებით ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მუშაობენ. ძალიან დიდი მადლობა მუსლიმ, მე წარმატებას გისურვებ, დარწმუნებული ვარ, რომ მიაღწევთ რასაც ჩაიფიქრებთ, იმიტომ რომ ძალიან შრომის მოყვარე და პასუხისმგებლიანი ახალგაზრდა ხართ. კიდევ ერთხელ წარმატებას გისურვებთ. და სავარაუდოდ კიდევ არაერთხელ მოგვიწევს გადაცემების მომზადება თქვენთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა. მე ვემშვიდობები ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. შეხვედრამდე ნახვამდის.